მეგობრებო, ორი დღის წინ როგორც იქნა შედგა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს წარმომადგენლებსა და უკრაინის სახელმწიფოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა კვლავ საუდის არაბეთში, ოღონდ არა ერიეთში, არამედ ჯიდაში. ამერიკის დელეგაციას ხელმძღვანელობდა მარკო რუბიო, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხოლო უკრაინულ მხარეს ხელმძღვანელობდა ანდრეი იერმაკი. 9 საათიანი შეხვედრის შემდეგ ამერიკელებმა განაცხადეს შემდეგი რამ, რომ უკრაინის მხარე თანახმა 30 დღიან ცეცხლის შეწყვეტის პირობებს. და შემდეგ აი ამ წინადადებას გაუგზავნიან რუსეთის ფედერაციას, წაიღებს კვლავ ვიტკოფი ისეთ აქტიური მომლაპარაკებელია, დონალდ ტრამპის მეგობარია და იგი ნაყოფი იყო რუსეთში, ჯერ კიდევ სანამ შეგახსენებთ ლავროვი და რუბიო შეხვდებოდნენ პირველ ჯერზე და მაშინ ტყვეების გასვლაც მოხერხდა და სწორედ ეს არის ვიტკოფის დამსახურება. ამჯერადაც აი ამ წინადადებას უკრაინელებისა და ამერიკელებისა წაიღებს რუსეთში სწორედ ვიტკოფი. მე ჩემი აზრი გამაჩნია, ბუნებრივია, მე ჩემს ვიდეოში მხოლოდ ჩემს მოგახსენებ და ჩემს დაკვირვებას მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, თუ როგორ ვითარდება სიტუაცია და ამერიკიდან ცოტა განსხვავებულად ჩანს. აქ მაგალითად თვლიან, რომ შესაძლოა რუსეთი არ დათანხმდეს ამ 30 დღიან შეწყვეტაზე, ცეცხლის შეწყვეტას, რადგანაც პუტინს აქ არაერთხელ განცხადებული ის, რომ არსებობს სამი პირობა მოლაპარაკების დაწყებისა. ეს არის ესე იგი 4 ახლად შეძენილი ოლქიდან, რომელიც უკვე კონსტიტუციურად რუსებმა შეიყვანეს რუსეთის ფედერაციაში, ამ ტერიტორიებიდან უკრაინელი ჯარების გაყვანა, შემდეგ სრული განიარაღება, გარდა პოლიციური დანაყოფების დატოვებისა და მესამე პირობა არც ერთ სამხედრო გაერთიანებაში არ უნდა შევიდეს უკრაინის სახელმწიფო. ამ პირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში რუსეთის ფედერაციას არანაირი რეზონი არ აქვს, რომ დაждდეს და ამ მოლაპარაკებებზე ან მოისმინოს წინადადებები, ან მით უმეტეს დაუშვათ ხელი მოაწეროს. და ამერიკაში მოსერებს აზრი, რომ ეს მცდელობა იყო მცდელობისთვის გამომდინარე იქიდან, რომ ტრამპი ჩქარობს და იქნებ გამოვიდეს. ან რაღაც ამდაგვარი, ან იქნებ რუსებიც დაფიქრდნენ, იქნებ უღირდეთ შესვენება და კიდევ მრავალი სხვა, თუმცა სერიოზულობით ამას არ აღიქვავენ. და აქ კიდევ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ძალიან ესეთი ორმაგი განცხადება გამოვიდათ ამერიკელებს. ერთი ის, რომ ამბობენ უკრაინელების თანხმობაზე, რომ 30 დღე ესე იგი დაიცავენ ცეცხლის შეწყვეტის პირობებს. მაგრამ ამავდროულად ამერიკელები განაგრძობენ კვლავ იარაღით მომარაგებას. ანუ ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ერთი თვის განმავლობაში დაუშვათ რუსეთი დაყვა ამ წინადადებას, უკრაინელები მოახდენენ გარკვეულ გადახალისებას, იქ სამობილიზაციო ძალების ჩანაცვლებას, ერთი თვის განმავლობაში მოახდენენ აკუმულირებას იარაღისა, ტყვია-წამლისა და ასე შემდეგ მძიმე ტექნიკის შესაძლოა ავიაციისაც და მე 30 დღის შემდეგ თუ დაუშვათ რამე შეთანხმება აღარ განხორციელდა, ან გაგრძელება ამას არ მოყვა, შემდეგ ესე თქვი განახლებული ძალებით კვლავ დაუპირისპირდებიან რუსეთს. ეს 2x2 ამას დიდი ანალიზი არ ჭირდება და ჩვენ გამომდინარე იქიდან, რაც აფხაზეთის კონფლიქტი გვახსოვს და 2008-ში ცხინვალის კონფლიქტი, ძალიან მყიფეა ეს ზეპირი შეთანხმება იმისთან დაკავშირებით, რომ 30 დღე ორივე მხარე თანხმდება, რომ ცეცხლი არ გაიხსნება. იმიტომ რომ ყოველთვის ხდება ისეთი რამ, რომ პირობითად ერთი კვირის თავზე ან 10 თვის თავზე, რომელიმე მხარე ამას არ ღვევს, მერე ხდება ონხრევი ცეცხლი და ყველაფერი უბრუნდება ისევ ძველ სიტუაციას. ანუ ერთგვარი სტატუს კო დგება ხოლმე. აქედან გამომდინარე მოლოდინი რა არის? მოლოდინი ის არის, რომ ან ეს გეგმა აპრიორი იყო უბრალოდ გამოვალი მდგომარეობის გამო, რომ 9 საათი იჯდნენ და რაღაცა დასკვნა უნდა გამოეტანა და გამოვიდნენ და თქვეს,
ან არის მეორე ვარიანტი, რაც ასევე შესაძლებელია, ეს არის ის, რომ ვიტკოფი მოსკოვში წაიღებს აბსოლუტურად სხვა წინადადებას. ის რაც არ თქმულა პრესკონფერენციას. და შესაბამისად პუტინი გადაწყვეტს მერე ჩაებას ამ მოლაპარაკებებში თუ არ ჩაებას. მოგასწრავად? ამ ბოლო 2 დღის განმავლობაში ტრამპმაც გააკეთა განცხადება, რომ კვირის ბოლომდე იგი გეგმავს პუტინთან დალაპარაკებას, ეს არ იქნება შეხვედრა, ეს იქნება სატელეფონო საუბარი, მაგრამ ამ სატელეფონო საუბრის დროს, როგორც ტრამპი ამბობს, გაირკვევა ბევრი რამ და იგი ფაქტობრივად დარწმუნებულია, რომ შედეგს დადებს. ნუ ერთი არა უნდა ტრამპს და მეორეა რა გამოვა რეალობაში. ეხლა მე თვალს ვადევნებ რუსულ მედიას და ბუნებრივია პროპაგანდისტულ არხებს. მე პირადად მქონდა ესეთი განცდა, რომ იქ ისტერიკა იქნებოდა, რომ ეს როგორ შეიძლება, ეს რა გვაკადრეს და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ისე ირიდებენ ამ კრიტიკას, რაღაც ხუმრობაშიც და ქილიქშიც გადააქვთ, მაგრამ არ არის ესეთი ერთგვარი რაღაც ხიხიშტებით, არ შეხვედრილა ამ ყველაფერს. აქედან გამომდინარე, მე ვარაუდობ, რომ ვიტკოფი მოსკოვში ჩაიტანს ცოტა განსხვავებულ წინადადებას, სადაც იქნება ალბათ ის პირობები, ან დაახლოებული იმ პირობებთან, რასაც ვლადიმერ პუტინი აცხადებს, აჟღერებს და როგორც ბოლო დროის ინფორმაციით ვრცელდება, ამ პირობებიდან არ გადაუხვევია. მოკლედ, ესეთი სიტუაცია დღესდღეობით ამერიკაში, მოლოდინები არის, მაგრამ არაერთგვაროვანი. და კვირის ბოლომდე რაღა დარჩა, დღეს 4 შაბათია, 2 დღეც დაველოდოთ და შემდეგ სატელეფონო საუბრის შედეგად გავიგებთ ახალ ამბებს. შედგება თუ არა ეს სამშვიდობო მოლაპარაკება და თუ შედგება, მე ამას რა გაგრძელება მოყვება. დიდი მადლობა, რომ მისმენდით, ვინც მისმენდით. გთხოვთ თქვენი აზრებიც კომენტებში დატოვოთ. იზიარებთ თუ არა ჩემას და თქვენ რა აზრი გაგაჩნიათ, შედგება თუ არა სამშვიდობო მოლაპარაკების პირველი ეტაპი და ამას მე მოყვება თუ არა საერთოდ რამე გაგრძელება. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ.